ღამის 3 საათზე ქალბატონი სანდრა მობრძანდებოდა ჩვენთან გასაუბრებას უნდა რომ დაგვეტოვებინა თუ არა პეკინის ოლიმპიადა ის იქნებოდა ბოიკოტი ოლიმპიადისთვის და არა რუსეთისთვის ამაზე ჩვენ დავისჯებოდით როგორც ქვეყანა შემდეგი 4 წელი და ჩვენ გაუბედურებულ ქვეყანას კიდე სპორტის გარეშე ტოვებდა და ამიტომ არ ვიცი რომელი მაჭკვიანმა ადამიანმა ჩააგონათ მე რომ არ შეიძლება მის გაკეთებაო მაგრამ ღამის 3 საათზე უნდა მოსულიყო ის ოლიმპიურ სოფელში და გაგვაფრთხილეს რომ უნდა შეხვდეთ მე ვთქვი მე ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე აგერ არის ჩემი ცნელი მე არა ვარ თეთრი ყვავი რასაც გადაწყვიტავთ ისე მოვიქცევ მარტო მე მაქვს შეჯიბრი და კიდე ერთ ზაზა კედელაშვილს ხონდა კედელაშვილს რომელიც დაზარალდა კი ბატონო ერთი ფავორიტი იყო და პირველივე ბრძოლა წააგო რა უნდოდა ხო ყავს მას ცნელი აგერ მე მყავს ცნელი აი მოусმენს გადაწყვიტებთან ახლა ბახოსი როგორ ამჯეროდა ჭკვიანურს ეთხოვდა რამეს ხო როგორც გადაწყვიტავთ ისე მოვიქცევი მეთქი დილით რო წავედი და 12 საათზე უკვე медალი მქონდა 12 საათზე და რომ დავბრუნდი უკვე ოლიმპიურ სოფელში ზოგიერთი ჩვენი გულშემატკივარი მაშინ გამოვიდნენ ესე თვალების რესით და მე медალი მოუტანე და პირველი რამე ნინო რა ქენი ესე უყურებ აი მე რა ვქენი რა დავაშავე მედლით არ მოსული ხო ჩემთვის გაუგებარი იყო